კაი გამარჯობა მეგობრებო, გრძელდება სიგიჟე, პლანეტაზე სახელად დედამიწა. მე ხლა Facebook-ში წავად, ალბათ თქვენც ნახავდით, მცირე ესეთი თვალსაჩინოება არის. საქართველოს ჩვენი რეგიონის რუკა და საქართველოს ლამაზად წერია მშვიდობა და სადაც ომი ეგ წერია ომი ქვეყნებზე. სულ ომი წერია ყველგან ჩვენს გარშემო არის ომი. ყველგან და კარგი იდეაა რომ ეს უნდა გამოაკრა რა ქალაქში და აჩვენო ყველას თუ რა ხდება, რა სამოთხეა მართლა საქართველოში. ასევე შემხვდა ერაყელი ახალგაზრდა კაცის ვიდეო, რომელიც მან ჩაწერა, ქართული იცოდა, ისწავლა აქ ცხოვრობდა და დაბრუნდა ერაყში. და სადაც საქართველოს სამოთხედ მოიხსენებს. რეალურად უცნობი პირია, ცნობილი არ არის. ერაყელი იყო, აქ ჩამოვიდა, გამოექცა ომს და მე უკან დაბრუნდა რა. ესეთ ვიდეოები ცელდება რა. TikToker ხო არ არის? არა. არ ფერეთქობა, მაგას TikToker-ობით სერიოზული ისეთი ახალგაზრდა ტიპია და წუხილს გამოთქვამს რომ რატო აკრიტიკებთო მთავრობას, როდესაც მართლა სამოთხე არისო რეალურად. ანუ წარმოგიდგენთ ერაყელისთვის უკვე ირანელისთვის, ებრაელისთვის, რა ვიცი, უკრაინელისთვის, რუსეთისთვის, სადაც ომია, ხო? იმის სომეხი, აზერბაიჯანი. სადაც წარმოუდგენელია ისეთი ქვეყნის მთავრობის გაკრიტიკება, სადაც რაც მას რა კოშმარში ის არის, ის რომ არ არის იქ. და მოდი ისიც ვთქვათ, კაცო, ახლო აღმოსავლეთში მარტო ირანი და ისრაელი ხო არ არის? მთელი ახლო აღმოსავლეთი, პაკისტანი. არა, აქამდე არსებული. ომები ხო იყო? ის არსად არ მორჩენილა, ხა თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ მე მაგალითად ყოველთვის ამას არც მალავდი და ახლაც იგივე აზრზე ვარ, რომ ამერიკული და განსაკუთრებით ეს გლობალური ომის პარტიის Deep State-ის ინტერვენციონისტული პოლიტიკა, დემოკრატიის ექსპორტი, სადაც უნდათ რომ დემოკრატიის გავრცელების სახელით ახლო აღმოსავლეთში პერევაროტები და თქვათ გაატრიალებები და ომები ეწარმოებინათ, არსად ამას კარგი შედეგი არ გამოუღია. იქნება ეს ერაყი, რომელიც ვერ დაალაგდა და იქაური ინტერვენციის შედეგად ISIS-ი წარმოიქმნა იქ. იქნება ეს ლიბია, რომელიც ურსახელმწიფოდ გაიყო და მე სულ მაგას აღმოსავლეთ ბენღაზი, სადაც ნავთობით იყო მდიდარი იქაურობა, ეს დაითრიეს გარკვეულმა ძალებმა. ხო, რუსებიც არიან, იცი, იქ და თურქებიც. კი ბატონო, მაგრამ თავარი ვინ არის? არა, თავარი ვინ გააკეთა და ხო, მე გაყვეს ქვეყანა ორ ნაწილად და თურმე კადაფის დიქტატურა ყოფილა ძალიან დიდი ტრაგედია და დიქტატურა ყოველთვის ტრაგედია, მაგრამ შალვა იცი რა ანაცვლებს ეს ერთი, მეორე რო ნახე კადაფიმ ეს სახელმწიფო არაფრისგან შექმნა. მიწისქვეშა რეზერვუარებით წყლის პრობლემა მოუგვარა და მწვანე წიგნი გამოსცა, სადაც სოციალური პაკეტები იყო ისეთი, რომ welfare states და ჩრდილოეთ იმას რა ვქო, ევროპას შეშურდება და იცი რა არის, მე იმაზეც მინდა კომენტარი გავაკეთო, ირანზე რო არის პროპაგანდისტულად გავრცელებულიო თურმე ადამიანთა უფლებები. ადამიანის უფლებები ალბათ დასავლური გადმოსახედიდან საამაყო მდგომარეობაში ირანში არ არის, მაგრამ არა, შაჰის დროს ჩვეულებრივი შაჰი იყო, ვინც არიცით, აი ირანის 69 წლამდე როგორ მაგ შაჰი იყო მიშა არა, კვადრატი ცოტა, კუბში ცოტა. ხო, პერსეპოლისი მე ძალიან ბევრი რამ მაქვს ირანზე წაკითხული, ნუ ახლა გუბას ვერ შევედრები, მაგრამ ისე რა იუბილეი რო გადაუხდა ქვეყანას, ხო გახსოვს ეგ. მაგრამ მამამისი მეორე დიდი რეზა, ხო? ის პერსეპოლისში ისე კარგად არის აღწერილი. მე მინდა ათათურქი გავხდეო და სახელმწიფო შევქმნაო და ბრიტანელი მიდის, მან ხო პირველი აღმოაჩინეს ნავთობი რა და BP რაც არის, მაშინ ერქვა ანგლო-სპარსული ნავთობ კომპანია და ეს ბრიტანელი მიდის რა ადგინდაო ბიჭო სახელმწიფო მაგარი ბანძიფო იმპერატორი დაერქვიო და ეგ როგორ მართო მეო და ჩვენ ნავთობს ავიღებ და გეტყვით როგორ უნდა მართო და ესე ჯდება და მე ესეთი ვარ და ხო არ არის თქვათ იდეალურ მდგომარეობაში, მაგრამ არ ვიცი საუდის არაბეთში და ემირატებშიც კუვეითში რა გადასახედიდან რა ხდება. და მაგას ვამბობ, რომ რადგანაც ის მოკავშირე არის ამერიკის, მე მგონია რომ უფრო მკაცრი კანონები არის საუდის არაბეთში ვიდრე ზოგადად ეხლა არ არის ირანში. ბიჭებო, ეხლა არ არის ამის დრო. და რაც შეეხება დავამთავრებ რა ამას, რაც შეეხება ამას, მართლა საქართველოს გარშემო აბსოლუტურად ყველგან, განსაკუთრებით ნუ აი ამ რეგიონში საქართველოს რასაც მიეკუთვნება ეს არის ევროპის და აზიის ნაწილი და ევროპას და აზიას. პაკისტანიც არ დაგავიწყდა. კი. არ დაგავიწყდა. თუმცა მან ის არის. არ არის დამთავრებული, არა.
მაგრამ ეგონი თუ რამე ისე ფაზაში გადავიდა მტრისა სხვა ომი მონაგონი იქ. პაკისტანსაც ინტერესები აქვს ირანში. ხო. მე რის თქმა მინდა იცი ირანზე რომ ლაპარაკობ, მცირე გადახრა ძალიან მცირე. იმ ქვეყანას აქვს თავისი გზა. ევროპა ცენტრული ადამიანები და განსაკუთრებით ლიბერდებილები ვერ ხვდებიან რომ ის ადათები, ის წესები, ის პირველი ცივილიზაციაა ის ფილოსოფია რომელთაც შეიქმნა რომელთაც საზდოობს და ის რელიგია რომელიც იქ არის ცხოვრების ასეთ წესს უშვებს. ანუ ეს ვნება თვითონ ტრამპმა უკვე თქვა რომ ჩვენ ისინი აღარ არიან სოფლიოს პოლიციელები. ეს ვნება რომ ევროპოცენტრულად შეხედო სამყაროს არის აბსოლუტურად და მაგის უფლება მარტო მხოლოდ იმიტომ არ გვაქვს რომ ირანელ ხალხს ეხა დასავლური პროპაგანდით არის twin გამორეცხილი. ხო და არ ეგონოთ ხა რომ ჩვენ ვინმეს გულშემატკივარი არა კაცო რა შუაშია. ესე არა. არა ჩვენ ლიბერდებილების საკითხს განვიხილავთ. როგორიათ რომ ირანში ტრაგედია ხდება. ერთადერთი რევოლუცია იყო სადაც კი არა და ერთი რევოლუცია იყო სადაც სოფლიო რევოლუციების ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი იყო ჩართული ამ რევოლუციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთხმა და ყველაზე მეტი ადამიანი იყო ამ 10%-მდე. საფრანგეთს და რუსეთის რევოლუციებში იყო 1 და 2%-მდე, ანუ 10% მემარჯვენე მემარცხენე კლერიკალი. ხო, იმიტომ რომ შაჰი იყო როგორი კოლონიალიზმი არსებობდა, იცი, ბარები იყო, სადაც არა ირანელი ვერ შედიოდა. შიდა რასობრივი. აი რუანდაში რაც მოხდა და კარგი გავუშვათ, მოდი ხაბე გავუშვათ რა ბიჭებო. ხაბე ამ თემებისთან კარგი ცოდნაც არის. რა არის კონკრეტული ზომები რა არის? ივანიშვილის დამხობა, სანამ ივანიშვილი არ გაიწევა. იცი, ნუ გეხოცებით აი ესე ნუ მისვათ ამ კითხვას, რომ ლევან შენ რამე რეცეპტი გააქვს, რეცეპტი მაგ დამხობის. და დამხობა როგორ ხდება? ხო რანაირად მოგიყვეთ ახლა დეტალებში რანაირად დავამყოთ რეჟიმი. მთელი საქართველო უნდა ჩამოვიდეთ. როგორ უნდა დაამხოს? მთელი საქართველოს შენ დაძახილზე როგორ ჩამ დამხობა აი ამ სიტყვებს აი ამ დამხობა რევოლუცია ვიღაცა აი ტარაკნები როგორ იძახიან რისი ერთი ადგილი გაქვს რა დამხობა თქვენი დამხობილი ხელისუფლება თავიდან არის დასამხობი კაცო და ხაბეიშვილმა რა უნდა დაამხოს ბიჭო ხაბეიშვილს აი სურო მაგ ჯერ ეხო სამყაროს კონფიგურაციის არც ერთ იმაში არ შეიძლება დაუშვათ რომ ხაბე რამეში ბოლო წერ კლიმაქსამდე მივიდა მაგრამ თქვათ და მივიდა ერთ პალტოს უყიდი და გადმოვა შემხარეს ან კბილს იმ კბილზე ოქროს კბილს ამოაცვავ და კიდევ უფრო შემხარეს გადმოვა ან რა ვიცი მე კაი საფულეს აჭუქებ ყავისას ვაფშე გაგიჟდება მუდმივად მეგობრებო ჩვენ თალყოს ვადენებთ რომ მართლაც ჭარბრიალობაში ცხოვრობენ მაგრამ ეხლა უკვე უბრალოდ სიტყვებს იძახიან რა აი უბრალოდ როშავენ რაღაცებს რომ უნდა დავამხოთ ხო ანუ სიტყვებს იძახიან რომ თავის სურვილებს იძახიან რომ დიდი ხანია უკვე ამას იძახიან გახსოვს ვანო მერაბიშვილს ეხლა რა გამოდი პირველი რა თქვა ხელისუფლება უნდა დავამხოთ. მაინც ამ ვკითხულობდიო და ხელისუფლება უნდა დავამხოთ. კაცი იჯდა, აღარ მახსოვს 6 წელი და 9 თვე იჯდა მე მგონი. ხო და რამშო და თვითონვე აერია რომ 9 წელი და 6 თვე ვიჯექიო ჯერ ადამიანი რა დებილი უნდა იყო რომ შენი განაჩენი არ გახსოვს. აბა ბიჭო, მან ხო დღეებს ითვლი, როდის გამოხვალდა, ეგ რო არ გახსოვს. პირდაპირ თქვა რომ დებილია. დებილია. ნუ მაგ საკითხში რაღაცა მიმართულებით, აი ვაშს დამცხალს ვერ არჩევს და რაღაცაში განვითარებულია. დამხობას და რევოლუციაზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ლაპარაკობენ რაღაცა პოლიტიკურ ჩვეულებრივ პროცესზე რა. აუცილებელი არის ამის გახსენება, ამის პარალელურად მთელი ნაცები და ნიკა გვარამიას უახლესი რაღაც ის არის კიდე ინტერვიუსაც მაგას ხაზს უსვამს იმედი და RBS და მისაკუთრეს იმის გამო რომ გადატრიალების ინსტრუმენტი იყო ერთ-ერთიო ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სამების ტაძრის ეზოში თქვა რომ დაიძრა სპეცნაზი და ალბათ აქეთ მოდიანო ეს რომ თვითონ ნათქვამი აქვს ეს გამოიყენეს გაბავშვებისთვის ეს რომ გავიგონეთ წაერთვიათ და მიესაკუთრებოდა ნახეთო და ამიტომ შევიჭერთ კი ბატონო ამასთან ირაკლი ბათიაშვილი რის გამო ჩასვეს ციხეში აბა თქვენ ინტელექტუალური მხარდაჭერა გადატრიალების ეგ ყველაზე მაგარი იყო ხო აბა ბიჭო და ინტელექტუალური მხარდაჭერა გადატრიალების აბა თქვენცით თუ აბა ხო კი ბატონო სანამ იტყვით მოკლედ ისიც უნდა შევახსენოთ რა ხალხს
ქართული ოცნება რომ მოვიდა ხელისუფლებაში და ამას შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ხშირად იმეორებდა რომ ჩვენ უნდა მოვეპყროთ ისე როგორც ჩვენ გვეკადრება და არა როგორც ისინი იმსახურებენ. მე ერთ-ერთ ინტერვიუში ის თქვა რომ მე ძალიან მაგრამ მახსოვს პირველად რაღაც აეროპორტში კი არა და პარლამენტში ფანტანი იყო და იმასა ვერ მოდიოდნენ, ეგონათო რომ ჩვენ რაღაცა დავამუნათებდითო, მაგრამ რო ნახეს რომ არაფერს არ უშვებოდითო, მე თვითონ აღარ გვიშვებდნენ. ნუ პრინციპი ხო ნახეთ და მე ქართული ოცნების პერიოდში როგორი მართლობა იყო, ხო? იქ რა ქვია, ბათუმში გადატრიალების მოწყობის მცდელობა კი არა, ქალაქი გადაწვეს, ჯეტია ითამაშეს, პიკაპები გადაატრიალეს, მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს და პოლიციელი რო ყვირის ხელი არ დაარტყათ, ხელი არ და მთელი ის პერიოდი ხო ცდილობდნენ რომ აბა აქცია იქნებ დავაშლევინოთ, იქნებ რაც ჩვენ გვაქვს ბოროტება გაკეთებული, პატარა მაინც დავიმსგავსოთ და ხო, ნუ ადამიანის უფლებები, ყველაფერი ხო ისე იყო რომ მაგათი ყველა ტელევიზია გამოდიოდა არეულობის მოწყობისკენ მოუწოდებდა დამხობისკენ, დივერსიული ძალები, ტურიზმის წინააღმდეგ, დოლარის წინა, ყველაფერი უпроსტად ლარის წინააღმდეგ, ანუ ესენი ესე იგი ვერ კმაყოფილდებოდნენ ლოიალური მოპყრობით და ბოლოს ხალხი ისე გააგიჟეს, რომ მართლა გაიჩალიჩეს. ეხლა რასაც იღებენ, რომ მიდის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესი, რომელიც აუცილებელი იყო, ეს მეხსიერების პოლიტიკა, რომ რეჟიმი უნდა დაერქვას ეს სახელი და უნდა გასამართლდნენ, უნდა აიკრძალოს ეს პარტიები, რომლებიც იყვნენ ღალატში და აგენტობაში ხილებული და ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. არ უნდათ, ხო? ადამიანური და ისეთი მიდგომა. კომენტარო თუ შეიძლება ტრამპის განცხადება ტრამპი ამბობს ესეთ რომ ვიცით სად იმალება ეგრეთ წოდებული სუპრემ ლიდერი ანუ ხამეინი ჩვენთვის ეს არის ხამენეი იული მიზანი მაგრამ ჯერ მოკლას არ ვაპირებთ. კარგი გავაგზავნეთ. ირაკლი კუპრაძე. მაგ სიტყვებით ამბობს? Kill კი ბატონო. We are not going to take him out. Kill ხილებში. წყალებში. At least not for now. At least not for now. But we don't want ხო ნუ გასაგები გარკვეული წყაროები იმასაც ამბობენ რომ ეხლა სულ ახალია ყოფილი პრეზიდენტი აჰმადინეჯადი ხო ოღონდ არ ადასტურებენ ჯერ მაგრამ ქუჩაში გაბრიდეს კი ბატონო კუპრაძე ირაკლი ძალიან საინტერესო რაღაცას ქვია ამბობს აღარ უნდა და გადაწყვეტს რომ ჩამოშალოს, გადმოგვაბაროს ნეიტრალური ცეცხლი ასე შემდეგ. ასე მიამიტურად არ ამგონია. აბა ახლა ჩამოშლა რას ქვია? ჩამოიშალოთ მე. რა ჩამოშლის? თუ ჩვენ არ მივცხეთ და ძალაუფლება არ გამოვაცალეთ. ჩვენ უნდა ჩამოვშალოთ და ამ ჩამოშლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არის ის რომ იქ სადაც შენ შეგიძლია თქვა თვითმმართველობის არჩევანი იძლევა ამ შესაძლებლობას. ლოკალურად გამარჯვების შესაძლებლობა. ანუ თქვენ ამაში ხედავთ შესაძლებლობას რომ ბრძოლა გახდეს საპარლამენტო არჩევნებს და ახალი სუნთქვა გაიხსნას. დააჩქარებს საპარლამენტო არჩევნებს. ხო, ეს არის ხაზარაძის ტელევიზია, ხაზარაძის ტელევიზიაში ძალიან მოშნად პროპაგანდირებენ რომ ხაზარაძის კვლევას დაუკვეთა, რომ აი მიგერა ხალხი მეუნებდეს და ასე შემდეგ. რა საინტერესო ექსპერტები გამოდიან რა. ჯერ თავარი არის ის რომ 3 თვის წინ რას ამბობდა ხაზარაძე. სამწუხაროდ ამბობდა რომ ეს იქნებოდა ღალატი პატიმრების, ვისაც სინდის პატიმარს ეძახიან, ეს იქნებოდა ღალატი მათი ამორჩევლის და უცებ სამწუხაროდ თავზე აღმოჩნდა რომ ესაა ბრძოლის იარაღი. მოიცა რა შეიცვალა სამ თვეში? არაფერი. არა, просто ხაზარაძე როგორ იყო შინაარსობრივად. ზიამაღლობელი. ესეთივე დღეს, არის ესეთივე დღეს. ამბობს რომ იყო ღალატი ამაში მონაწილეობა, ეხა ამბობს რომ ეს არის საჭირო ინსტრუმენტი. არ ვიცი ეს ბიჭი ვინ არის? აი ეს ნახე ექსპერტია გამოდის ტელეპიროზე. ეგ ღალატი იყო 3 თვის წინ. და ეხა თვეები ხო გავიდა. ან შეიძლება ღალატი არაბული სიტყვაა და მონაწილეობას ნიშნავს. ჯარიმას. მეგობრებო, აი ნახეთ რა საინტერესო ამბავია. რა. დაეცადათ კამალა ჰარისი იგებდა თუ არა ამისთვის მაინც დაეცადათ ან ოპოზიციას ხო რა ვიცი ხა არჩევნებიდან 16 საათში რა გაღალბების ასეთი მონაცემები ჰქონდათ რომ ასე უცებ და ასე. ხო და თუ წარსულ ნაბიჯებზე არ ხდება კრიტიკული გააზრება, ეხლაც ხო და თქვათ მიიღეს მონაწილეობა და მეორე დღეს რა ხდება? თქვათ კი არა დიდი ალბათობით თქვათ ვერ მოიგეს ეს არჩევნები. მე რა ხდება? ისევ გაღალბებულად აცხადებენ, შედიან საკრებულებში. თუ შედიან პარლამენტში რა თუ არის უამრავი კითხვა, მაგრამ ეს გავთიშოთ ერთ წამით მე მოგიყვებით იცი ეს ვინ არის? არ ვიცი. ეს არის გიორგი ხატიაშვილი. გიორგი ხატიაშვილი გამიგია გვერდსახელი. იშვიათად ესეთი ჭკვიანი და მცოდნე ადამიანი პოლიტიკური მეცნიერებების
ნამდვილად მე ამერიკაში სწავლობდა ნაცი ძალიან ანტინაცია უბრალოდ ლიბერალია შეიძლება ითქვას ან არ ვიცი შეიძლება არც არის და შეცვლილი აქვს პოზიცია აი იცნობ კი ხო მაგრამ აკრიტიკებს ძალიან აკრიტიკებს შმო პოზიციას არა იცი როგორ არის ძალიან გამიკვირდა მისი აქ დიანა ტრაპაიძეს არ ერთვებოდა ხო აი ხა დიანა არის მან ლოიალობის ხალხთან ლოიალობის კუნძული და დიანა ისეთი დიანას ხომ რა ისაც ხა დიანასთან მან უნდა ელაპარაკოს ვერ ხვდები დიანას უნდა რომ თლად არ ჩაყმეს აი ამ გიჟებს მაიმუნს დიანა ხდება ინტუიტიურად ხდება რომ გზა არ საით არის ეს და ამ ტელევიზიასაც დახურავენ რა თქმა უნდა იმიტომ რომ თვითონ განადგურდება აღარ იარსებებს ესეთი ვინ დახურავენ ეგ თქვი ხაზარაძე ხო და ისი ვინმე მარი ფიქრობს როგორც დახურეს ხალხო თავადვე დახურეს თავიანთი ტელევიზია თავარი რომელსაც ტელევიზორზე მეტი რეიტინგი ქონდა ასევე დაიხურება ესეც რა ქვია რა თქმა უნდა აბა სხვა არ გამოვა ხატია დეკანოიც არ გამოდის მართალია ანუ პირველი რასაც ალბათ ჩვენი თაობის ოპოზიციურ სპექტრს ძალიან ბევრჯერ შეუბრუნებენ ამ კითხვას რატო არ გამოვიდა ამ გადამწყვეტ ეტაპზე ერთიანობა ანუ ერთიანი პოზიცია რატო ვერ შეინარჩუნეთ ამაზე ძალიან გაჭირდება კონკრეტული ერთიანი პასუხის გაცემა არ გაჩერე ერთიანობა რატო არ გამოვიდა იმაზე ერთიანი პასუხიც არ არის გაიგე ბუნებრივი არ იქნება ერთიანები თუ არ ხარ თქვენი დედავატირი ერთიანი პასუხი რანაირად იქნება ერთიანი პასუხი რო გქონდეთ ძალიან მარტივია მაგაზე პასუხი ხო ანუ არა ერთი პასუხი რო გქონდეთ ანუ ყველა შეთანხმდეთ პასუხზე ხო უკვე გაერთიანდით რაღაცაში მნიშვნელოვანში მაინც და თუ ვერ ერთიანდებით პასუხებით სასახად აუ ძალიან იდიოტები არიან ბიჭო აი უნდა ინატრო რომ ესეთი ოპოზიცია გყავდეს ესეთი დებილები როგორ ახართ ატამანჯგალაძე გავუშვით მე ისიც ვერ მომინელებია მე რა რომ ხალხს ვეუბნებოდი რომ ტექნოლოგია ასე მარწმუნებდნენ სპეციალისტები ტექნოლოგია რომ არ ვერ გაყალბდება ამას ვეუბნებოდი ადამიანებს მენდვა ვიღაცა და მივიდა არჩევნებზე ეხლა რანამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და როგორ აუხსნა ადამიანებს რომ აი მაშინ კი მოგვატყუეს და შევერ დაგიცავით მაგრამ აი ახლა მარჩევნებზე მოდი თავიდან კიდე ვცადოთ რა კოკაკოლას ის ხო არა რეკლამა კიდე სადე რა სადე კოკაკოლას რეკლამა სპორტოს რეკლამა არის ხო სპორტოს რეკლამაში იყო კომუნიკაციების რო იყო სპორტო რო არიგებდა ბილეთი კიდევ სადე იყო თუ რაღაც ადრე კოკაკოლა არა ჩვენთან იყო გადაფხიკე და მოიგეში მაგაში იყო კიდევ სადე ეგეც არის ხო ნოდია იცი იმენაბნელი ღია მაგარ რაღაც სამოს ღია ესეთი გაურება ერთგვარი ესეც ღია მოგაძია მაგრამ რაღაც ჩამოყალიბდა ეს აზრი რომ აი თითქოს რაკი ეს სტრატეგია ავირჩიეთ რომ აი ქუჩაში უნდა გადაწყდეს ყველაფერი რაღაცნაირად აი საარჩევნო ბრძოლაში შესვლა რაღაც ამ ქუჩის პროტესტს დაასუსტებს ხო და შეიძლება დაასუსტოს კიდეც ეს გამორიცხული არ არის მაგრამ აქ არის უკვე არჩევანი ასეთი რომ აი იმის ნუ არჩევნების ბოიკოტის მომხრეები არიან რომ აი მაინც ხო არ მოგაგებინებენ ხო მაგრამ ნუ აქ იგულისხმება რომ აი ქუჩაში რო დგახარ გადაწავლენ ამ ქუჩაში დგომით ხო ანუ ქუჩის პროტესტი რომელიც თავისთავად იმაში რო არის შერეკლებში უბრალოდ აღხრელშიც ვიყავით და იუხრელშიცო და დედა გაქვს დატირები ვერ ხვდებით ბიჭო რას მოყუნებს ანუ საბოლოოდ რის თქმა უნდა უმტრავებს ხაზარს არა სადაც ცუცვანგში ვართო სადაც წავალ დედა გვიტირება საიდან უნდა გათხარო მაინც უნდა გათხარო ბიჭო რას ვერ ხვდები იცი აი უყურე როგორ არის ეგზისტენციური პრობლემა რომ ვთქვათ რომ უჯერებენ იმათ მისი მომსახურენიც არა და მაგიტომ დაერხათ რატო ვერ ხვდებიან ბიჭო იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლია არა რა ისინი არიან მონურ მსახურებაში ბიჭო უყურე ერთი და იგივეს რაც ქართული ოცნებაა რუსეთის ძალა დიქტატორი ოლიგარქი არ მუშაობს ეს ხალხო მართლა არ მუშაობს და სხვა რო არის ვერ იმუშავდა სხვა რო არიცის არ ვიცი არ წარმოუდგენელი სხვა არიცის რეალური ხელშესახები არაფერი არა აქვს და რა გინდა რო ქნას მოდი გავუშვათ ვინა დათო თაზუნაშვილი გავუშვათ
ჩემი დაზა შეთავაზებები, რომლებიც მეორე მხარეს მოვისმინეთ, ხო, ძალიან შორს წავიდა. რამოდენიმე მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ერთი კონკრეტული რაღაცა მოდელი, რომელიც რაღაცა სრულიად ფანტასმაგორიაში გადაყავს ეს პროცესი. ამიტომ მოდი მეგობრებო, ახლა რეალობაზე დავიწყოთ ლაპარაკი. შევწყვიტოთ ეს რაღაცა რიტორიკული იწილო-ბიწილო ერთმანეთთან, შევწყვიტოთ პირდაპირ ვიტყვი შეურაცხყოფა ერთმანეთის, იმიტომ რომ ერთმანეთის თვალებში უნდა ჩავხედოთ. პირველი ამან გადადგა ქრისტიანი ნამდვილი კაცხვეს იმ სიტყვებისა რაც მოაშორეთ. თქვენ ვერც მიხვდით ხო, რობერო თქვი დათო თაზუნაშვილი თქო? არა. ვაფშე მნიშვნელობა არა ხო? გინდის დაუძახე. თაზო დათუნაშვილია და ვაფშე საშინელი სიტყვებს დაუძახე ერთი ფეხები. ხო თორე მართლა ამას ხო არ ჩავრთავდი. ეხლა ნამდვილად ვისაც მოусმენთ ის ჩემი ძმაკაცი პირდაპირ ვაცხადებ ამას გრიგოლ გეგელია. ხო, გრიგოლ გეგელია ყოველ საღამოს თქვენ ოჯახებში შემოყვავს. რა ვიცი, იქნებ გვაგინებთ კიდე სამის გამო, მაგრამ უნდა გავიწყოთ უწყინარი კაცია. სამაგეროდ პრობლემას აი მე ვიძლევი გარანტიას, რომ გრიგოლ გეგელია ვერავის ვერასდროს, არა თუ ვერავის ვერასდროს ვერ შეუქმნის პრობლემას გაუშვათ. თავის გარდა ალბათ. ხო, თავის კი პირველი მტერია. თუ მეწოდება პოლიტიკარი გათავისუფლდება და რამეს მივახსენ მაგზით სახში არ შემოვალ იქ ვიცხოვრებ აგერ ეთერში ვამბობ ვინმე მაძლევს ამის გარანტიას რომ ეს არის ბრძოლის გზა მე ბრძოლის გზებს ვეძებ ჩემს კოლეგებთან ერთად მე ვეძებ რაციონალურ გეგმას როგორ დავასუსტოთ რეჟიმი მე ამ გეგმას ვერ ვისმენ სტოპ კადრი ეხლა გვაჩვენეთ მეგობრებო არსებობს თუ არა სოფლიოში რაიმე სახის რეჟიმი რომელსაც ეს დაასუსტებს და ეს სუბიექტი. აი ეს რო რეჟიმს დაასუსტებს, ის რეჟიმი ჩამოსაშლელია დედა აქვს სატირებად. აბა რა რეჟიმი უნდა, რა გზა უნდა იძებოს, აი შეხედეთ. ამ კვების რეჟიმი. არა, მაგას როგორ მოერევა. ძილის რეჟიმი. ბიჭო, რაღაცა სარკეში მაინც ჩაიხედოთ. თავიანთი ადგილები იპოვოთ. ბავშვობაში თავში რო ურტყავდნენ ქუჩაში და ხვას რო ვერ იღებდნენ. ბიჭო, ეხლა რატო გახდნენ ვაჟკაცები, ეხლა რატო იწელებიან? რა ხდება? ეხლა რა აზვერინი დალიე ეს? ანუ ხდები ცხოვრებაში თუ ჩმორი რო ხარ. ჩმორი არა, მოდი მინდა მithქვა, შენი ადგილი რო გაქვს. ბიჭო, რა გინდა ეხლა გრიგოლ გეგელიას შენ დასცინი სრულად ფაშისტურად იმის გამო რომ არ ქონდა ბუნებრივი მონაცემები და სიძლიერე რომ თავი დაეცვა და ბუნებრივი გადარჩევის პერიოდში და პირობებში ყოფილიყო ალფა მამრი და რატო არ იყო ალფა მამრი ალფა და რატო გახდა ვიტაც არ ყოფილა ალფა რატო გახდა ეხლა რა არის ეს რაღაცა იმიტომ რომ ამისმა ძმაკაცმა ვინ საბაბუაძემ გამარჯობა რომ უთხრეს აი უბნის ბიჭებიო და შეასხას პრე იხლა პოზიცია ხო სადაც ხაბე ბლატაობს იქ აღა უნდა ბიჭო ხაბე ბაჭო ვაფშე სხვადასხვა აგრესია აქვს გორილა არის არა სხვადასხვა შედარებაა ეს არის ბულკზე და რძეზე გაზრდილი და ხაბე მაგაზეც არა ხაბე მაგაზეც არა ხაბე მაგაზე კი არა ხაბე არის ბიჭო ბულტერიერებს ხო იცი ნერვი რო ტყივილის ძალიან უკან ცენტრალური ნერვული სისტემით არ მუშაობს და ვერ ატკენ ანუ ხაბე მარიცის რომ თლიანი სხეულია გური ხაბე მიცის რომ ხელი ავტონომიური რამეა და არ ბულკიდა არ სასაკებაში რო ქონოდა ესეთი არ გამოვიდა არა ბიჭო ვაფშე ხაბე არის გაზრდილი რაღაცაზე ქუჩაში არა სადღაც მაგაზომდება ეგეთი უღრანი არ არის საქართველოში ისეთ დღეებია რომ 5 დღე როია რომ სადღაც გახვალ რა ტაიგა ხო ტაიგა ამას რაღაცა პერიოდით საც არ ქონდა ნანახი მერე გადავიდა აი 10 წლის მერე ნახაცა მერე მიხდა რომ ეს ხო დავით ხუნდელასავით და იმიტომ მალავდნენ სახში მეგობრებო უცხენოდათ ხაბესი და მალავდნენ და ღამე ასეინებდნენ შენ ჰაროლდი და კუმარის მეორე სერია გააქვს ნახი ციკლოპარო ჩაგე ეხავთ ხო დაი ეგრე ხავთ ორი როცა ასვარ ნახულობ ხო შეკოდა რადიოს ხუჩი მამა ტუბრები ხო წავიდნენ გამომიშვი რა ეგ არის ხაბეს მამა ეგი ხო მამა ტუბრები ხო წავიდნენ ხო და გეგელიას ერთერთი ძალიან მიჩეს ჩემი დისა ხო ძალიან ხო გრიგოლ გეგელიას ნუ დასწინით იმის გამო რომ მან ვერ შეძლო და ვერ იყო ისეთი ხო და ეხა რატო რა შენ რა გინდა რომ ისეთი ანტიგმერი ანუ ისეთი ბედგაი ყოფილი ხო ბედესი ეხა ხო ბედგაია ეხა ბედესია მე ბედესი თუ რაღაცა ჩამწამარვალ რატო არ ხო ადრე გურე იმიტომ რომ ადრე შენ თუ მაგ კუთხეში ჰასბულამ ხო შეძლო
ჰაზბულამ რა შეძლო? ამას რატო არ შეუძლია? მე ჰაზბულამ შეძლო. ხო, ჰაზბულამ ხო შეძლო, ამას რატო? ჰაზბულას პრომოუტერი ყავდა მაგარი. ამას ჰაზბულას პატარა როა. აი კაცი. კაი, მოდი გავუშვათ ირაკლი ფავლენიშვილი ვინდა? არა, გეხოძები. არ ვიდა ირაკლი ფავლენიშვილი. ისე ვაფშე არ არის. მიშას შეყვარებული გავუშვათ კი ამაზე. ოპა, რამდენი არ გამოჩენება. მიშას სიყვარული. ლიუბვიაბილნიგია. ხონერი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ეს იგივეა რომ მაგალითად რაღაცა ხე დარგა და დარგვის შემდეგ რაღაცა პერიოდში, სანამ დრო არ მოსულა, დაუწყო ამ ხეს მოჭრა, გაბრაზდა იმაზე, რომ რატო უკვე არ მოისხი ნაყოფიო. ყველაფერს აქვს თავის დრო და მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკობ, რომ აქ ვისმენდი, რომ თურმე ჩვენ ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ 2x2 4-ია, გადარწმუნება უნდა არჩევნებში და დავწერე კიდევაც, რომ 2x2 4-ია, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღო, მაგრამ სპეცოპერაციაში არა. ხო და ახლა ამ ხალხს ვერ დაურჩევიათ არჩევნები იქნება შემოდგომაზე სპეცოპერაცია. ვისთან შედარებით საინტერესოა. ნუ ახლა ხაბეზე თუ ვლაპარაკობთ, ხაბესთან შედარებით ცალსახად ერთმა ეს არის არისტოტელე. ხო, ხაბესთან შედარებით. გეგელიასთან შედარებით მონა არის. გეგელია ამაზე ბევრად. უთხრი მონა. მაგრამ გეგელია იმდენად რაღაცნაირია, ნიპალნაცენია, რომ ის ცოდნაც ვერ დაეხმარა. შენ პალნაცენი გონია? არ მინდა საკეული დეტალები ბიოგრაფია. გიამურული. არ მინდა რა, კაი. კაი, მოდი გავუშვით. ანიციტი ძალიან აი ბაი გოგო, ჩვენი აი მართლა ალფა მამრი. აი ალფა მამრი. გეგელიას შეჭამდა არ მოინელებს ეგრევე, თო. ასევე უნდა გვესმოდეს ერთი რაღაცა, რომ ამ ერთიანობის პირობებში ეს ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი გადამწყვეტი და წევს თამასას გამარჯვების. მაგრამ ამ ერთიანობის პირობებშიც კი რაღაცა გარანტირებული ფორმული რეჟიმის დამარცხების არ არსებობს. თუმცა ოპოზიციის მთავარი გამოწვევა დღეს რეალურად ეს არის, იმიტომ რომ ვერც ერთ საკითხზე ახლა ვერ შევთანხმდებით პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე, თამარ ვიღაცაებს თუ გონიათ რომ კომპრომისი არის ბიზნესმენებთან გამოსავალი იმისთვის გააჩერეს და ამას კიდე გეგელი ჯობია რა. ნუ რაღაცა ცოტა ვიძე მაინც მოდით, რაღაცა ჩაიც ან ემინების სტატუ გაიკეთეთ მართლა რომ ვერ უყურებთ რა, ვერ ვაკომენტარებთ ამას. ჯერ დებილობებს ლაპარაკობენ. მე ეგრევე ჰაბიტუსი რა ქვია, სოციალური ჰაბიტუსი გიტაცებს რა, აი ხო სოციალური. სოციალური. ეს რაღაცა ვიშნიოვი პამადა მუქი კარგი რა, გენაცვალე კარგი რა. მოდი აბა ახალგაზრდებს ვინც სამოქალაქო ომისკენ მოუწოდა ჩვენი ძმაო აკოკა ბობოხიძე ჩაუყო. აი ძმაო, კაცტოპი არა. კაცი. აი მართლა კაცი. იმაჩნია რომ სინამდვილეში ოპოზიციის მომხრე ამორჩევას პირიქით ბევრი უნდა ველაპარაკოთ აი ამ მალე პრორუსულმა აგიტაციამ მათზე არ მოახდინოს გავლენა. მათი განაცხადა და ნაკლები შანსი მგონია. და ყველაზე მთავარი ჩემი სასწრაფოდ არის პროდასავლურმა ოპოზიცია. აო. ქვეყნის შეინახათ რომ უნდა გავარძელოთ მუშაობა ამ ჩვენთან, მაგრამ ახლა ყველაზე აი აქაც ხო ხედავთ მეგობრებო. რაღაცას უნდა ველაპარაკოთ ოპოზიციასთან. რა დააცვია თუ რანგლერია დაიწყეს ამის განსაზღვრა რა. რანგლერია. ხვდები პრობლემა რა არის? აღარ შეიძლება ამათი ყურება და მოსვლა. ბიჭო კაცმა მოუწოდა ახალგაზრდებს სამოქალაქო ომისკენ. მე ოთან მიდაუბერდი ვეღარ ვომოფოთ ხო? ო, ეგრე არა, შემაგროთ უნდა იომო. მე ხა დავბერდიო და თქვენ აბა თქვენი თავი მოიგშია კალიტო რა. ხო, ნუ ბოტკოველი. არა, არ გვინდა რა. მე თუიცი ვინ არის ბოტკოველი? იცის. ბაობაბები. ვინ არის? ბაობაბები ხო, მაგით ბოტკოველს ვერ მივხვდი რა თქმა უნდა. კარგით, მეგობრებო. ჩვენ დღეს ნენა ამის ბინარისკენ წავიდეთ. გუშინ მე გავუშვი ვიდეოები, სიგიჟის ვიდეოები, რომელიც თბილისის ქუჩებში და ტრანსპორტში ხდება. ხო, ჩვენ რაღაცნაირად ალბათ მოგვიწევს შეგუება, აი არიან ჩვენთან ერთად კოეგზისტენცია ქვია, ამას თანაარსებობენ სხვადასხვანაირი ჭინკები, სხვადასხვანაირი მაქციები, ბოროტის სულები, სულიერად დაავადებულები, ჩვენ უნდა მიუდგეთ ამ ყველაფერს ჰუმანურად, მოთმინებით, უბრალოდ ეს უსაფრთხოების ნორმებზე ვინ უნდა ისაუბროს? საპატრიარქო? ხო, ალბათ, ხო. ეგზორციზმი როგორ მოხდეს მაგრამ? აი პატარა სანიტაიზერების იმაში უნდა ესხას ნაკურთხი წყალი, თუ შეგეხოთ, ეგრევე შეგიძლიათ მიიპყუროთ და ასევე სანიტაიზერის გამო, არა, თქვენ უნდა მიიპყუროთ. მაგას როგორ დაიწვევა, ხო, მართლა? ხო, იმაზე სხვანაირი რეაქცია აქვს სინთეზში. ხო. რა თქმა უნდა, ეს არ არის სახუმარო საქმე.
მაგრამ საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს. ორი ხალკი თუ მოვიდა მე ნახეთ. უკვე შეიძლება ეს უკვე აკვიატებული თუ არის ადამიანი ახალგაზრდა მით უმეტეს. იმას მეტი ჰაიპი არ აქვს რა. უნდა აკვიატება და აი რაღაც სიმღერების მღერა და ბარაბანზე დაკვრა იქ. გამარჯვება. გენია. ხალხია. ზალა ერთობაშია. აუ აი მან ძმაო დემონი თუ არ არის გამოსადევნებული აღხსნას უნდა დამემგიცოს ეგზორსისტი ცნობილი ფილმი იმისია ფრიდკინის ფილმია მაგ გენიალური კლასიკა არის ხო და იქ როცა დემონი ამ გოგოში ჩასახლებული დემონი საუბრობს სხვადასხვა ენაზე არ საუბრობს ძველ ლათინურად ბერძნულად და არამეულად არ საუბრობს უბრალოდ ეს ხალხი მათში დემონი კი არის მაგრამ ეს არის პირველი ნიშნები ჯერ ან დებილი დემონია ან ჭინკა პატახალგაზრდა და ენები არ იცის ხო ისეთი დემონია დაბალ ორგანიზმი დემონები არის დემონები დიდი მადლობა მეგობრებო რაღაცნაირად დემონებსაც მოვერევით ხვალამდე ნახვამდის